ჩიკო მოგიტანე წყალი. მოგატყუე. კაი ხო ახლა მართლა მოგიტანე. აუ გული გამისკდა პროსტა ეს ზედა ვიყიდე ხვალინდელი ისტორიის ვორქშოპისთვის ალტე უნივერსიტეტში როა. 25 ხო ხვალ არის. ხო ხვალ არის და 5 თებერვალს აქვს კიდე არ დაგვავიწყდეს. ისტორიის მასწმა მითხრეთ ეკლად წაიყვანე თუ. მაგრამ დამავიწყდა მეთქი ვეტყვი. გოგო თეკლამ რა გააკეთა ნახე? მაგათ ხო აქვს Facebook ჯგუფი. აბიტურიენტების კლუბი როა რა და მან დაპოსტირა რომ თეკლა გაჩტულა რაღაცა ამბასადორად. აუ თეკლა ყველგან ეტენება უკვე. ჩვენ კიდე არაფერში არ გვიმართლებს. ჩიკო აი მოგიტანე. კიდე მოგატყუე. всё, ახლა მოგიტანე. აუ მარიკო ძალიან მაგრებს ჩითავს, ხო? ძალიან საცილო ბავშვია. ეს შე როცა მოდიხარ ხოლმე სახში მაშინ თანცარებს, თუ რინგა რო იყოს ახლა სახში კუნძივით იჯდებოდა. ხმას ვერ გაიგებდი. ხადაო, სტარტაპ ღონისძიებები იქნება ალტე უნივერსიტეტმა. მე ხო ბიზნესზე ვაბარებ მანდ. ხო, იგინი გეხმარებიან ბიზნესის თემებში და რო ისწავლი მე იქნება შენ დაეხმარო ინგას. 5 თვეა თონის გახსნა უნდა უბანში და თავი ვერ მოაბა. აჰა, ჩიკო ჯალიე. კიდე მოგატყუ. ომარიკო, აბა ეხლა აუდია ქედან. დროზე. რატომ ჩაცვრაფისო ნაგვის ურნაში? ესეც მეორე სიმღერა ბავშვებო თქვენი ზეიმისთვის. ხო მოგეწონათ? კი, მას კაი სიმღერა, მაგრამ მეორეც კარგი იყო უბედური რემზე. თავი რომ მოიკლა. ხო, უბედური რემ ცოტა უფრო სევდიანი სიმღერაა. მას არ სიმღერებს თქვენ წერთ? კი, საბავშვო სიმღერების წერა ყოველთვის გამომდიოდა. ესეთი ნიჭი მაქვს. მას კლასში მწვადის სუნი რატო დგას? უი დაუწყიეთ უკვე. არაფერი ბავშვებო ბიოლოგიის მასწავლებლის დაბადების დღე და სამასწავლებლოში ქეიფობენ. მე მინდოდა ეხლა. მას კარტოფილის ღვეზელი მაქვს თუ გინდათ ჩანთაში და მოგცემთ. ბუფეტში ვიყიდე. უი მე არაშვილო ბუფეტის პერეშკი შემომტერმა ჭამა. უვითმენ ცოტა ხანი არა უშავს, რამდენი ხანი დარჩა? 25 წუთი. მას თქვენს გადით თუ გინდათ ჩვენ არ ვიხმაურებთ. რა ვიცი. კარგით გავალ ბავშვებო ცოტა ხანი მაშინ და არ იხმაუროთ. კარგი, ჩვენაც იყავით იცოდეთ. მე კიდე კაი რო გამოვედი გაკვეთილიდან, რა გოგო ძალიან ჩიჩდებიან მეოთხებიში. ვაიმე გოგო იბო მეოთხებიში რომელი იყავით? კაც უკარა და გადმოუყირებებიათ და ბავშვი შეგნით მოყოლილი ვერ გამოყავთ. აუ ვიღაც ხალი წაიქცა ქუჩაში. იმენე სახით დაეცა. რა დროს ეგარი გოგო ამხელა თონეს ხსნი და დამხმარე ხალი მყავს ასაყვანი. ვაიმე წეღანი იყო საერთაშორის ერთი ხალი მოსული. მან დამიტოვა სახელი და გვარი ნახემედი. მე მგონი რომ მაგას ავიყვან სამსახურში. რავანი რა უბულაშვილი? ეს ის ხალია ტელევიზორში რო აჩვენის. წოწმარია რომ მოკლა. დედა რას ამბობ, კაცო? ვაიმე გადავრჩენილ ვარ და ფაი მოვიდა ხალხი გასაუბრებაზე. გამარჯობათ, ვაკანსიაზე მობრძანდით, ხო? დაგძანდით. დიახ, დამხმარე გჭირდებათ, ხო? დიახ, პირველ რიგში გამოცდილება მაინტერესებს თუ გაქვთ. რა თქმა უნდა, გამოცდილება მაქვს. მე ვმუშაობდი ვაგზალზე, ცირკთან. უბრალოდ ახლა უკვე ისეთი ასაკი მაქვს, რომ ვეღარ ვახერხებ. კარგი, დაგვიტოვეთ ნომერი და დაგირეკავთ აუცილებლად. და ვინები მოდიან კაცო. შემდეგი. გამარჯობა, აქ არის ვაკანსია. დიახ, ქალბატონო, დაბრძანდით. გამოცდილება თუ გაქვთ. ჩემი თვალე მქონდა კაცო სურამში გზაზე, მაგრამ მე თურქეთის ტრაილერი შემოგვიარდა და ვიღაც დავდექით ფეხზე. კარგით, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და დებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. დედა გამოცდილი ხალი ყოფილა ანასტასია ეს და ეს რო ავიყვანოთ. ჭუჭყები ქონდა ფჩხილებში, დაივიწყე. ომარიკო მურბის. კი, აიყვანე ვინმე სამსახურში? არა კაცო, ვინ ავიყვანე მთელი დღე აქვს ვარ დავიღალე რა. მიდი ომარიკო მან ხურდები დევს და გვერდზე მაღაზიიდან წყალი მომიტანე. იმედია გამოჩდება ვინმე. ნახე შენი საყვარელი მეზობელი მოდის. და ნუნუ მინდოდა ეხლა აქ კაცო. როგორ ახარ ნუნუ ჩემო კარგო? გოგო რო ავიყვანეთ უკვე დამხმარე ხალი, დაგაგვიანთ. აჰა, დი მოგიტანე წყალი. გამარჯობა ნუნუ დეიდა. ჩვენთან გინდათ მუშაობის დაწყება? არავინ არ აგვიყვანია ჯერ. დედა გოგო რა кайფქენი შე რო აგიყვანე სამსახურში, ჰა? მე არ ვიცოდი უმუშევარი თუ იყავი. გაიხარე ინგა. ხო გოგო რო დაიკეტე ეს ჩვენი მაღაზია დავრჩი ეგრე უმუშევარი. ორი პური თუ შეიძლება.
ეხლა ვიმოგართმევთ. არა, მიხედე შენ მაგცომს, კაცო. გამარჯობათ, აინებეთ 260. გაიხარეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. ომარიკო, სადად იხარ შენ ვერ გავიგე? შემოდი აქ სითბოში. ომარიკო დასკუპტი მანდა. ინგა სლოგანი არ გინდა თონისთვის. როგორ არ მინდა გოგო მთელი ღამე მაგაზე ვფიქრობდი გუშინ. თვალი ვერ მოვუხუჭე, მაგრამ რა გინდა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და. ეს რო იყოს ჩვენი თონე ძალი და ღონე. ხო, რითმა კარგია, მაგრამ აზრობრივად არ მომწონს. მობრძანდი თონეში იმატე ზომებში. უიმე არა კაცო, ეგრე თქვა, კლიენტი აღარ მეყოლება მე საერთოდ. დაიცადე? პური ჩვენი, ფული თქვენი, როგორია? ინგა გაინტერესებს ჩემი აზრი. არ ვარ გაიგა. ისედაც უწურაკი ხალხია, უარესად დაინანებად ფულის გადახდა. ჩვენი თონის პური და სამშობლოს გული. სლოგანი მინდა, ბიჭო, მეოთხე კლასის ლექსიკი არა. აი ესეც თქვენი პური. ინგას თონის პურები გაიხარეთ გულები. ღმერთმა დაგლოცოს გენაცვალე. ბავშვებო, ძაღლის კურკლში ვიღაცამ ფეხი ჩაადგა. ნეტა რა გიხარია, შენ თვითონ გაქვს ჩადგმული ფეხი. შეზელილია პოტასზე. დედა ჩემმა მითხრა ერთხელ ამაზე რომ ფული იცისო. თუ ფული იცის, შენ ჩაადგი თუ კაია. ლიზი, მოდი ჩვენ ჩავადგა და ბევრი ფული გვექნება. დაიცა? რას აკეთებთ? მე ჩავადგა? ეხლა როგორ გვექნება ფული? დედა ჩემმა თქვა რომ ოჯახში ფული და ბარაკა იცისო. სახლებში წავიდეთ და დაველოდოთ. ყველაზე შორს მე ვცხოვრობ და სახლამდე გამშორდება. არ გაგშორდება, ას კინკილითი არის. მოვედი სახში. მოდი ომარიკო, მოდი. ისეთი ნამცხარი გავაკეთე რომ რა ვიცი რა. დაიბანე მედი მანამდე ხელები შენ. ეს რა არის კაცო? დედას გუშონი დამვარდნია ხალიჩაზე. თიკლე ჯოკერი ხო არ გვითამაშა, თუ ისე დამარცხების არ გეშინიათ. არ მინდა მოწყენილი ვარ. რატო ამჯერად რა გამოხდა? შეყვარებულს დავშორდი. ბუჩი შეყვარებულს ხო გუშინ წინ დაშორდი? ვარეგ მეორე იყო. ისე ვარა დანაშულს არ მიხსნის. თუ დანაღილს არ მიხსნის, როგორ წარი? ისეთ ეკლა შენ გინესების წიგნი არ გინახავს, ხო? უეჭველი რაღაცა რეკორდი გექნება მოხსნილი შეყვარებულებში. არ გვინდა რა მოდი ეს იუმორით, ეკლა გავამართო ზელტოს და შეჭამე. მადლობა თამთ. ესეთ წითელი არავის არ გაქვთ ციცაკის. კაი რა, თეთრ ციცაკა რაღაც გინდა ისედაც გამწარებულ გოგოს. შენ ძალიან იუმორის ხასიათზე ხარ, ხო? გოგო, ეს ლუკა? დააკვირდით, ამის ჭამა დავიწყე თუ არა, ვიღაცა ახალი გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში. ეცეთი გავალ და მოვალ. მიდი ტემპი არ დააგდოთ იქ. გოგო, მართლა მის ბრალია ვითო. ფული გაგთიკო? რავი, ზელატოსები რო დაიტრიო კიდე რა. თეკლამ უკვე ახალი შეყვარებული გაიჩინა, შეხედეთ. თეკლა ის ჯაგორია გოგოებო, ძალიან მარტივად ეგუება ცვლილებებს რა. რაღაცას მაგონებს ხოლმე ზოგჯერ. მაგთვისებით ბაღახს გავს, ის ეგრე ეგუება ყველაფერს. მოვედი გოგოებო, უბედნიერესი ვარ. გეტყობათ ეგ მუცელში პეპლები გყავს. მე კიდე ორი პეჭკა ზელატუსი. რა ხდებოდა აბა მოგვიყევი. იქიდან დავიწყოთ რომ როცა მივედი ისიც ზელატოს ჭამდა. ესეც მაგანი მომცა. და პაიმანზე დამპატიშა ხვალ საღამოს. ზოგს მაგრა უმართლებს რა. მე კიდე ხვალ საღამოს ჩემს ძმას ზეიმის ლექსი უნდა დავაზეპირებინო. თეკლა ეგ ბიჭი ახლა რა ნახე. მე მგონი რომ 3 წელი ციხეში იჯდა, ხო? მოდი ყველა მთავი შეყვარებულზე ელაპარაკოს რა. ახლა გამახსენდა თქვენ ხო არც ერთ საკყავთ. ჯერ პაიმანზე არ ყოფილი ხარ და რენერი შეყვარებულია. ეგ უკვე მე ვიცი, თქვენ მაგას ვერ გაიგებთ. თეკლა ხვალ ყველაფერს მომიყვები დეტალურად როგორ ჩაივლის, კაი? თიკო მოდი ხარ ხო სახლში? კი. თეკლა შენც მიდიხარ? კაი ხო. იმინე მარტო დამტოვის რა. ანასტასია, როგორ ხარ? ლექსო? ბავშვებო, სიგარეტის კოლოფი ვიპოვე. სულ სავსეა. მოდით გავყიდოთ სიგარეტი ძალიან ძვირი ღირს.
რა უნდა გაყიდო მაგით რომ პოლიციელმა დაგინახოს დაგიჭერენ. ომარიკო, რას აკეთებთ მან? თამაშობთ? ჭკვენად იყავით იცოდე. კი, თამაშობთ ინგადეიდა. დე, მალე მოვალ სახლში. დე, კარტოფილი შემიწვავ? დე! აუ, რაც არ უნდა ხოლმე არ ესმის. ამ სიგარეტს რა უყოთ ახლა? აუ, რომ უწიოთ? გაგიჟდი რა უნდა მოწიო, არ შეიძლება. დედა ჩემი ეწევა და სახლში საშინელი სუნი დგება ხოლმე. მე ხველება ეწყება. ხო, ვერ ისუნთქებს ადამიანი და გაიგუდება. თან ვარსო ისედაც ვერ სუნთქავს ცხვირით. მე მაინც მინდა, ერთი ცალი უნდა მოუწიო. საში კალკამე მაგ დედა ჩემს მოუპარე დილით. მეთქი აღარ მოწევს თქო, მაგრამ მე გასქურაზე მოუკიდა. მოუკიდე ვასო? მოწია ბამიდი. იგუდება, გვიშველეთ! ინგა რა მოხდა? რა მოხდებოდა ნინო გამოყრიან ბავშვებს გარეთ და ყურადღების მიმცემი აღარ არის, მე აღარ ავინ. წამოდი ომარიკო, ეს ოქრო მყავს მე. ლექსუს ურეკავდა არ პასუხობს. არა უშავ შეგიდე ცოტა ხანში დაურეკე. აუ ის ხო გახსოვთ 18 თებერვალს ღია კარის დღე როალდა უნივერსიტეტში და მივდივართ. აუ ერთი წუთი ღია კარის დღე რას ნიშნავს? კარები ექნება დღე და სკვაზნიაკში უნდა იჯდე. რას უნდა ნიშნავდეს? საჩუქრებიც იქნება როგორც გავიგე. აუ საჩუქრები მე ნამდვილად არ მიყვეს. რეკ შეუნე გიხარდეს ვალენტინობაზეც რო ერაფერი გაჭუქეს. ლექსუს ბებია გავხდო ცუდად და მაგიტო ვერ მიყიდა ვერაფერი. აუ კიდე იცით რა შემპირდა გოგოებო? ალტეში ღია კარის დღეზე მამაჩემის მანქანით გაგიყვანო. აუ მამამის რაღაც ორკაციანი მანქანა ყავს, ალბათ მაგაში ვერ ჩავეტევით ჩვენ. და კიდე ის მითხრა რომ შენ გარდა არასოდეს არავის არ შევხედავო. ანესტესია მე მგონი რომ გატყუებს შენ ეგ ბიჭი. როგორ ჩენი ტყვით ეგ? შეგშურდა ალბათ მე რომ მანქანით მივდივარ ალტეში და შენ რო ავტობუსით უნდა მოხვიდე. აუ შენ ვაფშე ვერ ხვდები ხო საით მიმყავს საუბარი? გუში მწერდა ლექსო და მთელი ღამე მესიჯობდით. რას გწირდა? რას მომწერდა თქვენი აზრით? ისევ მიყვარხარო და ეგეთები. ისიც მითხრა რომ ანასტასია შევრუდი და არაფერი არ უთხრაო. მაგრამ მე მივხვდი რომ ძალიან ცუდი ადამიანი გამოჩნდებოდი და მაგიტო გეუბნები ახლაც. შენ თვითონ ნახე მესიჯები. მართლა მიწერილები აქვს. აუ როგორ მინდა რომ ჩემი ხელი დავახჩო ეხლა ლექსო. მაგრამ ჯერ მე მახჩობ საკუთარი წრემლები. აუ ჯე ჰარი პოტერის სკოლაში მაჭარე რა ძალიან მინდა. სად არის სკოლა ომარიკო? აქვე თუ გდანში და თემქაზე კი ბატონო. პარკეთილებში და საბორტყალოებზე მე ვერ მივვლი ნამდვილად. კი ინგა აქვეა ეგ სკოლა, დიდ ბრიტანეთში. აუ ჩოჩოქარი გავხვდები და შელოცებს ვისწავლი. ვაიმე შელოცვაზე გამახსენდა ეხლა ჩვენ სოფელში იყო ხოლმე ერთი კალი. ვიოლა ერქვა მკითხაობდა ხოლმე და მთელი სოფლის გოგოები მაგით გათხოვდნენ. რომ მიხვიდოდი ასეთი სუფთა ხელის გული უნდა გეჩვერებინა და დაინახავდა საბედოს. რა ვიცი რაღა მემივედინა და ბინძური ხელებით. ომარიკო რა მე შელოცვა არიცი ინგას რო წიგნი გააგდებინო ხელიდან? საჭმელიც კი არ გაუკეთებია. ვაიმე მართლა რო ვერ გავაგდე ხელიდან ისე იკითხება რა. კაცო ქართველი ბიჭის წიგნია ეხლა დაწერა 22 წლის ბიჭმა. რა ქვია? დასაწყისის დასასრული ხო? დედა რეები ხდება. გასაგებია. ომარიკო დებილივით მივიქნევ მაგ ჯოხს. რამე უბედურებაში არ გაეხვი. ბეუშელოცვას რო ვისწავლი, მე ვოლდემორტს შევებრძოლები. არა დეგენერატი არ არის ეხლა ეს. ვის უნდა ეჭიდაო, ბიჭო, იქნება მოიტეხო რაღაცა. აუ შელოცვა როგორ არის? ბომბარდა. შტეფცელია ფეთქდა პროსტა. ვიღაცამ ყვავილები გამომიგზავნა. თაყვანის მცემელი წყოლია ქალბატონს. ვინ გამოგიგზავნა? ვიღაცამ მეთქი. ესე იგი მე თუნდაც არ ვიცი ვინ არის. ანასტასია მაგთა იგულში შოკოლადი არ დევს? შოკოლადი არა, მანქანის გასაღები დევს კიდე. თიკო სასწრაფო შეკრებაა ჩემთან სახლში. ნახევარსაათი ჩვენ უფრო ადრე რავი როგორც გინდა. ანასტასია თიკო მოვიდა. მიდი შვილო შედიო ოთახშია და. ყავას აღარ გთავაზობ ეხლა თიკო ვარგენდომება და. აუ ვანა ტიპს პროსტა. თიკო მოხვედი, გადაწიეფარდები. ანასტასია რა მოხდა? თეკლა გორგენძე და ლექსო შერიგდნენ ხო უეჭველი? არა ვაფშე სხვა რაღაცა, მაგრამ ეგ თეორიაც განვიხილოთ მე. ნახე რა გამომიგზავნეს. ხადაო, ეს ხო იცი რომელი ყვავილებიც არის, ლავ ჰეროა მაგათია. ვიცი ხო, ესეთი განათებული თაიგულები მარტო მაგათ აქვთ. მაგრამ აქ მარტო ისწერია, მუდამ შენს გვერდით. აზიარა ვერ მოიტანა.
უეჭველი ის ტიპია გვერდზე корпуსში რო ცხოვრობს, მაგის მოტანილი მგონია მე ეს. არა მგონია, მაგას ხლაპუშკა უფეთქ დაახარწეს ხელში და ვაფშე ხელები აღარ აქვს. ეგ ვერ მოიტანდა. ყოველ შემთხვევაში საკუთარი ხელით. ანასტასია იქნებ შეეშალეთ და შენი არ არის ეგ ყვავილები. ჩემი სახელია წერია ბარაცი. და შენ ვაფშე რატო გვისმენ კარებთან? დროზე იხლა. მე რას ამბობ? მაშინ ის იქნება გოგო, მელოტი დათმო, გეპრანჭებოდა ხოლმე. აუ შენ ძალიან მაგრაღა დაუp, ხო? არ არსებობს დაფარული ნომერი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, მიიღო ჩემი საჩუქარი. ესე შური ძიება, ახალწელს რომ ესროლი აივნიდან ხლაპუშკა. კაცნი. თეკლაკ მილებზე პომადა გისვია. პომადა არ არის, ეს უბრალოდ ჭარხალი ვჭამე სახლში. კარგით, აბა გოგოებო, დავიწყოთ გამოკითხვა. დღეს ასწავლოთ რა გქონდა? საფრანგეთ, ინგლისის ომი, ხო? დიახ, მას მე ვისწავლე. ძალიან კარგი. აბა თეკლა პირველი კითხვა. რომელ წელს დაიწყო საფრანგეთ, ინგლისის აი ეს 100 წლიანი ომი? 1000 ამას მეტი აღარ მახსოვს, მაგრამ უეჭვალე ვიცი რომ 1000-ით იწყებოდა. ეგ არის ნასწავლი გაკვეთილი შვილო. მოგვადგა გამოცდებიც კარზე უკვე და მაგიტომ მიიღე ტესტში 19 ქულა. ანასტასია მიპასუხე აბა მიდიშნენ. 1317 წელს მას ინგლისმა დაიწყო. ძალიან კარგი. აბა ეხლა რომელს გახსოვთ საფრანგეთის რომელი მეფე გარდაიცვალა აი ამ ომის დაწყებამდე? ფილიპე მეოთხე ლამაზი მას. ძალიან იცი ახლა შელამაზი იყო თუ არა ეგ კაცი. კი შვილო ასე ქვია ფილიპე მეოთხე ლამაზი. ფილიპ quatrième le bel, ასე გამოითქმის ფრანგულად. კარგი, აბა ხომ არ იცით ვინ არის ჟანა დარკი? აუ მას ჩემი მეზობელია მგონი ეგ ქალი. აი მე რა მეზობელი შვილო მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა ეგ ქალი. ანასტასია გისმენ. ჟანა დარკი გლეხის ქალი იყო მას, მაგის დამსახურებით მოიგო საფრანგეთმა ეს ომი. კი ბატონო და რა ბედი ეწია ჟანა დარკს? კოცონზე დაწვეს მას, ცეცხლი წაუკიდეს. აუ ჩემ სოფელში დაწვეს ეგრე კაცონზე ერთი კაცი, ძალიან საშინელება იყო. აუ ჯე სკოლაში გამეკუა და ბავშვებმა დამცინეს. რა იყო მე არა უშავს? სახში ხო დაგცინით ხოლმე. არა უშავს ახლა ომარიკო ძალით ხო არ გინდოდა. ხო არ გინდოდა. ო არა, დაჭერებანას თამაშობდი და სკამს რო გადავახიტი მაგ დროს იმას საქმე. ხო, ამიტომ ჭოის სასწავლებელი იქნება. დაჭერებანა აღარ უნდა ითამაშო. ხო და აღარც კინოს აღარ უნდა უყურო. გუშინაც ეგრე დაგემართა ფილმს რო უყურებდით. ეგ როგორ გაიგე ჩუმაჩქენი? არ გამიგია. ვიგრძენი. კარგით ახლა ხო აღარავის აღარ ემახსოვრება ეგ ხვალ კაცო. აი რატომ მასწავლებელი მწერს? ინგა გამარჯობა ჩემო კარგო, ცოტა უხერხული კია, მაგრამ მომარიკო დაეჩვია ამ ბოლო დროს გაზების გაშვება სკოლაში და თუ რაიმე პრობლემა აქვს, ბავშვს იქნება ექიმთან მიგეყვანათ. აუ ყველას ემახსოვრება მასწავლებელსაც გაუგია. ჩემი კლასელი გიორგი ეტყოდა. მე არ იცი მაგ დროს რა უნდა უქნა მაგ გიორგის. თუმცა რაც გასწავლი გწოდნია უკვე. ეს ცუდი გაჩვენდით ახლა. რატომ მასწავლებელო გამარჯობა. ომარიკოს ყველაფერი წესრიგში აქვს, სხვა არავინ არ დააბულინგოს ბავშვის სკოლაში, თორე ვინ მოხდება საავადმყოფოში, მაგასაც ვნახავთ. საღო ლინდა გავიმარჯვეთ. ომარიკო მიდი გაგვიკვირე ერთი გამარჯვების ნიშნად. რა იყო ვიხუმრე?